დაზიანებული ჭერი იატაკი და განადგურებული ინფრასტრუქტურა ბანკისის ხეობაში მდებარე საბავშვო ბაღების თანამშრომლები და მშობლები დახმარებას მოითხოვენ, ირკვევა, რომ ბავშვები ავარიულ შენობებში დადიან. პრობლემით უკვე დაინტერესდა კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტი უმარ იდიგოვი ადგილობრივ მუნიციპალიტეტს საკუთარ წინადადებას თავაზობს და მზად არის ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის შემთხვევაში დაფინანსება თავადაც გაიღოს. ბანკისის ხეობის სოფელ შუახალაწანის საბავშვო ბაღში 3 სოფლის 25 აღსაზრდელი ირიცხება. აღზრდელები იქ დღეს არსებული მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ. ბაღში არც წყალი აქვს და არც შესაბამისი ჰიგიენური პირობები. ოთახებში სადაც მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებიან, მუდმივად სინესტია. არ არის საკმარისი ინვენტარი. არა გვაქვს ბაღის ტიპიური შენობა ამ სამ სოფელში. ეს ერთი ბაღია და სამივე სოფლიდან დადიან ბავშვები. ელემენტარული ქართული არიციან აქაურმა ბავშვებმა და თუ რაიმე სკოლამდე ამ ბაღებში რასაც ისწავლიან, ისიციან. იმის იმედი გვაქვს, რომ იქნება კოსმეტიკური რემონტი მაინც ჩაგვიტარონ, რომ უხაროდეთ ბავშვებს შემოსვლა დილით ამ ბაღში. რამდენი წელია რაც დავდივართ ახმეტაში გამგებელთან ბაღისთვის, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენთვის არაფერი არ ყოფილა აქამდე. აქამდე სუზემოთ ვიყავით დანგრეულ ბინაში. არ ჩამოინგრესო ბავშვები არ დაიხოცნენო, ისე ჩამოიტანეს, ვთხოვთ რომ ახალი ბაღი აგვიშენონ. ეს კი სოფელ დუმასტურის საბავშვო ბაღია. შენობა 2007 წლიდან ბაღების გაერთიანებას აქვს ნაქირავები. მეორე სართულზე სახლის მეპატრონე ცხოვრობს. პირველზე მდებარე ბაღის თანამშრომლები ადგილობრივ ადმინისტრაციას ახალი შენობის აშენებას თხოვენ. ელემენტარული რაღაცა რაც გჭირდებოდა პლასტმასის ვედრო, იმითაც არ ყოფილვართ დაფინანსებული. არა გვაქვს გაიძახოდნენ იმაზე. ავარიული შენობა, მე არის კერძო საკუთრება, მეორე სართულზე ცხოვრობს თვითონ პატრონის სახლის, პირველ სართულზე გვაქვს ბაღი. ამავე დროს ეს პირველი სართული არის ნესტია ძირითადად არ აქვს ისეთი პირობები, არც ხელპრის დაბანის ნებისმიერი ჰიგიენური საშუალება ჩვენ არ აქვს, ასევე გვაქვს ყველაზე დიდი პრობლემა კუხნა, რასაც ქვია რომ უნდა იყოს სამზარეულო, ეს სამზარეულო ჩვენს ბავშვებს არ აქვს. პრობლემით უკვე დაინტერესდა კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტი უმარ იდიგოვი ხეობაში საბავშვო ბაღის შენობების მდგომარეობას უმძიმეს უწოდებს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ახმეტის მუნიციპალიტეტი ახალი შენობის აშენებას 50%-ით დააფინანსებს, დანარჩენ თანხას ფონდი გაიღებს. Пока ბატონო ბიზნა ივანიშვილი не пришел. ასეთი პირობები არ საზმინახავს. ბაღში სანიტარული პირობები არ არის. 9 წლის განმავლობაში წინა ხელისუფლება ბანკისის ხეობაში ხმათა უმრავლესობის მოპოვებას ახორციელებდა. არჩევნების წინ მხოლოდ დაპირებებს იძლეოდნენ, სანამ ბატონი ბიძინა არ მოვიდა, ეს ზონა დაკეტილი იყო. ახლა კი პრესაც ახერხებს ამოსვლას. წინა ხელისუფლების დროს აქაურობა იზოლირებული იყო. დუმასტურში გადავწყვიტეთ კონკრეტული ფართის გამოყოფა და დუიშიც გადავწყვიტეთ. უბრალოდ რაღაც პროცედურებია გასავლელი და მიეცემა მშენებლობის ნებართვა. ხეობის მცხოვრებლები ხელისუფლებას პრობლემის დროულად მოგვარებას თხოვენ.